გამარჯობათ მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ მერკურიზე და თუ როგორი ინტერპრეტაცია აქვს მერკურის პირად რუკაში. და განვიხილავთ თითოეულ ნიშნავს, რა თქმა უნდა. შეგახსენებთ საკუთარ თავს ლეილა. გთხოვთ რომ გადახვიდეთ ჩემს YouTube არხზე, გამოიწეროთ ის, გაუზიაროთ მეგობრებს და ლაიქოთ და კომენტაროთ და დააფიქსიროთ თქვენი აზრი. მერკური პირად რუკაში აქ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მხოლოდ მერკურიზეა საუბარი და მცირე ინფორმაცია იქნება, ასევე ასპექტირება არ უნდა დაგვავიწყდეს, რომელ სახლშია და რომელ ნიშანშია. ეს ყველაფერი მერკურის, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ელფერს აძლევს. ეხლა ზოგადად მერკური რას განაგებს პირად რუკაში. პირველ რიგში მერკური პასუხისმგებელია კომუნიკაციის უნარზე. თუ როგორ შეუძლია ადამიანს კომუნიკაცია, შეუძლია თუ არა საერთოდ და ასე შემდეგ. შემდეგ იგი განათლებაზე მიუთითებს, მეხსიერებაზე, განათლებაზე, მიდრეკილებაზე სწავლის მიმართ, ეს ყველაფერი მერკურის ახასიათებს, ანუ მერკური მართავს მას. ასევე მერკური განაგებს ტრანსპორტებს, შესაბამისად ესეც პირად რუკაში ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად ყველა პლანეტა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა პლანეტის განლაგება. ასევე იგი მიუთითებს როგორც ნათესავებზე, მეზობლებზე, მაგრამ რაც ყველაზე ძალიან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომ დაძმებზე და ანუ დაძმური ურთიერთობა ვისთანაც გვაქვს ამ ადამიანებზე. და შესაბამისად მათი განლაგება სხვადასხვა ნიშნებში სხვადასხვანაირად ახასიათებს ადამიანს. მაგალითად, რომელიღაცა ნიშანში, როცა არის ადამიანი, ხვდებით როგორი მეტყველების უნარი აქვს, ან როგორ ესმის გაგებული, სხვა საუბრობს და როგორ ესმის მისი გაგებული, მოდი ასე ვთქვათ. ასევე მერკური პასუხისმგებელია როგორც ანუ ფლირტაობის უნარზე, მოდი ასე ვთქვათ, და გააჩნია რა ნიშანშია. ასევე მერკური კიდევ ვამბობ, რომ განათლებაზე მიუთითებს და ძირითადად, რა თქმა უნდა, ეს როგორც შეიძლება გრძელვადიანი იყოს, ისე მოკლებადიანი ნიშანს გააჩნია. თუმცა განათლებაზე მხოლოდ მერკური არ მიუთითებს. თუმცა ეს ერთ-ერთია. და მოკლედ ეხლა თქვენის ნებართვით გადავალ უშუალოდ კონკრეტულ ნიშნებზე, თუ როგორ ავლენს თავს მერკური. მერკური მშვილდოსანში არიან ადამიანები, სასწაულად პოზიტიური ადამიანები არიან. უყვართ ბევრი საუბარი, უყვართ საინტერესოზე საუბარი და ჭიქას მერკური მშვილდოსანში ჭიქას ყოველთვის ნახევრად სავსეს ხედავენ. და შესაბამისად ამისა ძალიან ხშირად. შესაბამისად ამისა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან პოზიტიური ადამიანები არიან. განათლების კუთხით ძალიან დიდი მიდრეკილება აქვთ და აქ უკვე სიღრმისეულ განათლებაზეა საუბარი, უყვართ ხოლმე, რომ ყველაფერი სიღრმისეულად შეისწავლონ. ეს როგორც ინსტიტუტები, უნივერსიტეტები და ასე შემდეგ, ამას ეხება ყველაფერს, ანუ შეიძლება გარდა მაგისა კიდე გააგრძელონ და არც გამიკვირდება, რომ მერკური მშვილდოსანში მთელი ცხოვრება სწავლობდეს. აი, საკმაოდ ისეთი ხანდაზმულ ასაკამდეც კი უყვარს ძალიან სწავლა. მერკური მშვილდოსანს შეუძლია, ენების მიმართ ძალიან დიდი ნიჭი აქვს და შეუძლიათ, რომ ენები აითვისონ მარტივად და უყვარს ზოგადად სხვადასხვა ადამიანებთან საუბრები, გამოსდით კიდევაც სხვადასხვა რელიგიის, ეთნიკის წარმომადგენლებთან, ასეთი კულტურის წარმომადგენლებთან საუბარი. მერკური მშვილდოსანში არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან უყვართ, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან სხვადასხვა კულტურები მოსწონთ, ძალიან უყვართ ხოლმე, როდესაც სხვადასხვა, ანუ მუშაობის კუთხითაც და სწავლის კუთხითაც, თუნდაც სხვადასხვა ქვეყნებში სწავლობენ, ანუ ისეთ ადგილებში სწავლობენ, სადაც სხვადასხვა შერეული ეთნოსის წარმომადგენლები არიან. შესაბამისად ამისა, განათლების კუთხით ძალიან მოსწონთ ხოლმე ძირითადად, რომ ტურიზმით და აი მსგავსი ან მასწავლებლები, ძალიან ხშირად კარგი მასწავლებლები არიან მერკური მშვილდოსანში. ძალიან კარგი იურისტები არიან მერკური მშვილდოსანში, იმიტომ რომ ჯერთი კარგი იუმორის განცდაც აქვთ და აი იურისტები ვით ხარტი ენაც აქვთ.
ხო, აი მერკური მშვილდოსანში ტრანსპორტის კუთხით მოსწონთ ისეთი სპორტული მანქანები ძალიან. მოკლედ, ეხლა დროს არ მინდა რომ გადავაჭარბო, იმიტომ რომ აშკარად უკვე ნელა ვაჭარბებ დროს. სხვა დროს კიდე შევეხებით ამ საკითხს, ახლა სხვა ნიშანზე უნდა გადავიდე.